გუშინ ერთი საინტერესო ხაზგასმით ვამბობ, საინტერესო და უპრეცედენტო, მაგრამ როგორც ჩანს პრეცედენტული რომ გახდება, ამგვარი ამბავი მოხდა დედაქალაქში, თბილისში, კონკრეტულ უბანში, ზოგადად საქართველოში. დააკავეს დიპლომატი და უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგი მოქალაქე, გავანებოთ ერთოს თავი რა პროფესიის არის. ძალიან კარგი მოქალაქე, აქციებზე 240, 250, 260 დღეა რომ დგას და აპროტესტებს ამ რუსულობას, ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის რუსულობას, მოქალაქე დავით ჩხეიძე. ბევრის მეგობარი, ბევრის ნაცნობი, მეც ვიცნობ მას, ჩვენ არ გქონია ხშირი ურთიერთობა, კარგი სალმით ვიფარგლებით ხოლმე როცა აქციებზე ხვდებით ერთმანეთს, მანამდე არ ვიცნობდი. ერთი ორჯერ წერმოწერაც კი მქონია, ახლაც მივწერე, მივესალმე და დაუდასტურე პატივისცემა 15 წუთის წინ. ეს არის ჩუმი, პროფესიონალი, ჩუმი, წესიერი, უკიდურესად წესიერი, წესიერიც არა, უკიდურესად წესიერი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა. როგორიც უნდა ინატრებ, ხო, ესეთი უნდა იყოს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი, არ მნიშვნელობა კარგი იქნება რომ იყოს. მოკლედ კარგი კაცია რა, არტივად რომ ვილაპარაკოთ, ყველაფერი იცის. ყველაფერია მაინც და მაინც რაღაც პროფესიული კითხვით კი არა, ყველა კომუნიკაციაში, ურთიერთობაში, ხო, ყველა ბევრი რამ იცის, ყველაფერი თუ არა. ის აქციაზე ასეთ ჩართული ტელეფონი დადის ხოლმე და აქციის პროტესტის მონაწილეებს ფოტოებს თუ ვიდეოს უღებს, ის აღნუსხავს იმ ისტორიას, რომლის თანამონაწილეც თავად არის, თანაშემქმნელიც თავად არის ჩვენ ამ დღეებს, მართლაც გაივლის პერიოდი, გაივლის კიდევ ბევრი წელი და ამ დღეებს ძეგლი უნდა ავუგოთ, როგორც პოეტი ამბობს. დათო ჩხეიძე დააკავეს, რატო დააკავეს მე გეტყვით? იმიტომ რომ საქართველოს პოლიცია წოდებული მილიცია აედევნა მის მანქანას ავტომობილს, სადაც სხვადასხვა მისი შვილებიც იმყოფებოდნენ. შესაბამისად პოლიციის საპატრულო ეკიპაჟმა შესძახა, გააჩერეთ, რომ ჩაუტარეს მერე ჯერ ალკოტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი ვერ აჩვენა, ანუ მას ალკოჰოლი არ ჰქონდა მიღებული, მერე რატომღაც ჩაუტარეს ნარკოტესტი, ეგრა მაგის პასუხი, აი საერთოდ რატო აჩერებთ აქციის მონაწილეებს, რატო აჩერებენ? და არის თუ არა ეს მიზანმიმართულად სწორედაც რომ დათო ჩხეიძეზე განხორციელებული ერთის მხრივ ფსიქოლოგიურიც კი, მეორეც მხრივ ფსიქოლოგიურიც კი, მაგრამ პირველ ყოვლისა რეპრესიული მექანიზმის ამოქმედება, რეპრესიული ზეწოლა. რასაკვირველია არის, იმიტომ რომ დათო ჩხეიძე პროტესტის მონაწილე რომ არ იყოს, ამგვარ რამეს არ გააკეთებდა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი კითხვა, ალკოტესტით რატომ არ შემოიფარგლა უმრავლეს შემთხვევაში ხო ასე, აი ჩვენ რომ გაგვაჩინო ნახლა ყაზბეგის გამზირზე, ვაჟაზე, პეკინზე, იქით და იქით. ამ მნიშვნელობა აქვსათ. ჩვენ ხო არ ჩაგვიტარებენ ნარკოტესტს. ნარკოტესტზე ის გააჩერეს, თუ არ ვცდები 40 და შეიძლება მეტი წუთიც, ნახევარ საათზე მეტი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად, დავადაც ადასტურებს ამას. და ნახევარი საათის 30-40 წუთის შემდეგ ეკიპაჟის თანამშრომელი მივიდა და უთხრა რომ დადებითი პასუხი გვაჩვენა იმ ნარკოტესტის აპარატმა უფრო ზუსტი რომ იყო და თქვენო ეხლა უნდა გადაგიყვანოთ დამატებითი კვლევებისთვის პოლიციის განყოფილებაში და აწი გადაიყვანეს კიდე ოღონდ მოქალაქეებმა რასაკვირველია ეს ყველაფერი გაიგეს მისმა მეგობრებმა ჩვენმა საერთო მეგობრებმა ასე ვიტყვი პროტესტის მონაწილეებმა რომლებიც იცნობენ დათოს ან შეიძლება არც იცნობს ზოგი მათგანი მაგრამ იციან ვინ არის კომაგობენ მას თანაგუნდელად აღიქვამენ თანაგუნდელი არის კიდე სანამ ებრძოლი უფრო ზუსტი რო იყო და წახვდნენ პოლიციის იმ განყოფილებაში არ ვიცი სიმართლე გითხრათ სად კონკრეტულად და კომაგობდნენ იქიდანაც ჩართეს ლაივები და აწყდა ვაი და უშველებელი დათო არც ერთ შემთხვევაში არ არის ნარკოტიკის მომხმარებელი დათო არც ერთ შემთხვევაში არ არის ნარკოტიკის მომხმარებელი ამას ამბობდა ყოველი მე-9 იმ პირიდან რომელიც ამ მხარდაჭერის აქციაზე იყო პოლიციიდან გამოვიდა მერე უკვე ცნობა იმის თავაზე რომ პირველი ნარკოტესტი არასწორად იყო ჩატარებული მოკლედ პრეპარატმა თუ აპარატმა არაჩვენა სწორი პასუხი დამატებითი ბიოლოგიური მასალის აღების შემდეგ არ დადასტურდა თუმცა
როგორც ვიცი, აიღეს კიდევ ერთი ბიოლოგიური მასალა, რომის პასუხებიც იქნება საფოთხეში. ცხადზე ცხადია, რომ ამოვა უარყოფითი პასუხი, იმიტომ რომ დათოს ეთყობა კიდეც. აი ასე გეტყვით. იმიტომ კი რომ მე ახლა დიდი გამოცდილება, საერთოდ არა მაგ გამოცდილება. ანუ დათოს ეთყობა კიდეც და ჩვენ ჩემს თაობას გამოცდილება საერთოდ მოხმარების მე პერსონალურად არა მაქვს, მაგრამ მე ხო მინახავს ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება ნარკო დამოკიდებულნი ისინი იყვნენ და ამ თვალსაჩინო მაქვს მე გამოცდილება, რომ ისინი იმათ ვატყობ ხოლმე, შევატყობ ხოლმე. აი მე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, თუმცა კვალიფიკაცია ცხადია ნაკლები მაქვს, რომ არ წარმოუდგენელია, რომ დათო ჩხეიძე როგორც მეტყველებს, როგორც გამოიყურება, როგორი იმიჯიც აქვს, როგორიც არის, წარმოუდგენელია, რომ არა თუ ახლა აი აქციის დღეს, არამედ საერთოდ ოდესმე ნარკოტიკი მოხმარებელი ყოფილიყო. პოლიციიდან თქვენს მოკლედ რომ არაო, არ მოუხმარია მას ეს ამფეტამინიო და განთავისუფლეს, კვლავ ეტყვით, რომ ეს იქ რამდენიმე დღეში იქნება კიდევ ერთი ბიოლოგიური მასალის აღების შედეგად პასუხები, რომლებიც საბოლოო პეჩატს დაასვამს იმას, ნარკომოხმარებელი არის თუ არა, იყო მიღებული ქონდა თუ არა ამფეტამინი დათო ჩხეიძეს. ახლა ამ თემაზე ხო ვლაპარაკობ, მაგრამ კიდე სხვა თემაზე გავამახვილებ ყურადღებას. რამდენი დათო ჩხეიძეს იცნობთ თქვენ? მე ერთს, არა, უბრალოდ ორს ვიცნობ თქვა, ამ სახელისა და გვარის ადამიანს, მაგრამ ახლა ამ კუთხით არ ვსჯელობ, ამ კუთხით არ განვიხილავ. მე ვიცნობ ამგვარ პირს, რომელსაც საზოგადოება ასე უჭერს მხარს, ძალიან ცოტას. ამით 1 ათეულს, 5 ათეულს, ავის 10 ათეულს, 100 კაცს, მეც ხო არა. რამდენი ადამიანია უცნობი? აი რო ვერ გაიგა, არ იცნობ, ვერ გაიგებ რა დაემართა, რა სჭირს, რა დღეში ჩავარდა, რა უბედურებაშია. თქვენი ნაცნობები მათ შორის. რომლებსაც არც არასოდეს არ მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ მილიციად ქცეული პოლიციად წოდებული მილიცია, ბოდიში ზაღლობად გარდაქმნილი, იმიტომ რომ იზდევენ ზაღლობად გარდაქმნა მე რომელიმე პოლიციელს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას. იქ არიან რაც საკვირველია ძალიან პატიოსანი ადამიანები. მაგრამ ვინც საკუთარი თავი ამოიცვა ამ შეფასებაში, აი მათ კი ნამდვილად გულისხმობ. ზაღლობად გადაქმნილი პოლიცია იმის გამო, რომ რაღაცა გეგმა შეასრულოს და იმის გამო, რომ უფროსობას აამბოს და იმის გამო, რომ ვენეციის და ხელფასი პრემია დაირტყას, ანუ მიიღოს, იმის გამო, რომ მეტი ჭყალებში დამნაშავე აღმოაჩინოს, ასე მოჰკიდებს ხოლმე ქუჩიდან ადამიანებს. დათოზე საეჭვოდ რომ გამოიყურებიან იმ ადამიანებს, ოღონდ არც მათ რომ არა აქვს მიღებული რამ ნარკოტიკული საშუალება ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ჩაუტარებს რაღაც ტესტს, რომელიც ვინიცის და დათოსი არ იყოს, დათოს შემთხვევის არ იყოს, შეიძლება სულაც არ არის სწორი ტესტი, სწორად აღებული, სწორად ჩატარებული, ან და იძლევა, ან კი არა, ნამდვილად იძლევა ყალბმონაცემს, ყალბ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის უცნობი დათო ჩხეიძე არა, ვინმე სიკინჭილაშვილი, თქვენი ნაცნობი, აბაშიძედან დაწყებული, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა გვარით გაგრძელებული დამთავრებული, ის ნარკომომხმარებელი ოღონდ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მერე ამტკიცებენ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ მიმიღი არანაირი ნარკოტიკი, ამფეტამინი, ამ მაგალითზე და სხვა შემთხვევაში სხვა ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალება თქვია ამას. ხო, ისინი ამტკიცებენ, რომ არ მიუღიათ, მაგრამ პოლიცია წოდებული მილიცია, ანუ ზაღლობა მათ რასაკვირველია, მეორე ტესტსაც არ უტარებს, ერთი შესაძლოდ არასწორად ჩატარებული ტესტის საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ან ადმინისტრაციულზე, მაგრამ არ ყოველ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე კი უშვებს. ეს აღარ არის უკვე მარტო ჩადება, აი ჩადება, ჯიბეში ჩაუკუჭეს რაღაცა, ამდენი ამ რაოდენობის კოკაინი. ეს ვინიცის და იქნება უარესიც კი. დათო ჩხეიძე გამოძვრება, თუ მომიტევებს ის თუ სწორი სიტყვა საერთოდ. დათო ჩხეიძე გადარჩება, დათო ჩხეიძეს ყავს ადვოკატები, საზოგადოებრივ ადვოკატებს გულისხმობ და იურისტ ადვოკატებსაც. მაგრამ უცნობს სიკინჭილაშვილებს რა სჭირთ.
მათ შორის კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენს ნათესავს, რომელიც შესაძლოა მართლაც საეჭვოდ გამოიყურებოდა ან ბევრ თქვენგანს მართლაც ქონდა არათუ ეჭვი არამედ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის ნარკოტიკის მომხმარებელია, მაგრამ ამ რეპრესიული კანონების პირობებში და ამ რეპრესიული პოლიციად წოდებული მილიციის და ამ რეპრესიული პოლიციად წოდებული მილიციისა და აგრეთვე ზოგადად ხელისუფლების და ზოგადად სისტემის პირობებში ადამიანები უბრალოდ ავხსდა კარგად მინდა იჩაგრებიან და ითრგუნებიან და ნადგურდებიან, იმიტომ რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ დაეკისრებათ ამ ადამიანებს უშვებენ და უშვებენ, ამწესებენ და ამწესებენ, ადურთინებენ და ადურთინებენ თავს საპატიმროში, სადაც ადამიანები კი არ სწორდებიან, ეს მართლა შრომა გასწორების კოლონია კი არ არის, ეს არის ადამიანების უმრავლეს შემთხვევაში შესაძლოა დათრგუნვის, დაჩაჩანაკების, გაუბედურების, მათი ცხოვრების გაფუჭების, მათი ცხოვრების და წლების წაღლეტვის, წაგლეჯვის რაღაც დაწესებულება. ამიტომ თლიანად ეს სისტემაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებული უკვე დევალვირებული ფორმით, სახით და იერით უნდა დაინგრეს. რაც შეეხება დათო ჩხეიძეს, მასეს კიდევ უნდა ვთქვა ორი სიტყვა. და უფრო ზუსტი რო ვიყო დათო ჩხეიძის кейსიდან გამომდინარე იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება წოდებული ჯგუფი ბანდა როგორც ჩანს აპირებს. არ არის შემთხვევითი, აქვე გეტყვით ჩემს პოზიციას, რომ დათო ჩხეიძეს პირველ შემთხვევაში პირველი ტესტის ჩატარებისას ეგრეთ წოდებული დადებითი პასუხი ამოუვიდა. არანაირი ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, არანაირი აპარატი თუ პრეპარატი არ შემცდარა. აბსოლუტურად შეგნებულად მოიტანეს პასუხი, მიუტანეს პასუხი, რომ ის ჩავარდა, მას ნარკოტიკი ქონდა მიღებული. არანაირი თუ რატო ჩავარდა, თუ ეგეგრია, რატო ჩავარდა წადი და იყიდეთ ამ ხელა ტენდერებს აცხადებთ ხოლმე და ისეთი აპარატი თუ პრეპარატი იყიდეთ, რომელიც ყალბ ინფორმაციას არ მისცემს თქვენივე თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამდენი ბიუჯეტი აქვს, რა პრობლემაა რომ იყიდოს მაინც და მაინც თუ ასე არ შემოიტანოთ უხარისხოვები და შემოიტანეთ ხარისხიანები, უხეშად რაღაც ევროპულები, ამერიკულები და არა რაღაც არის პირობითად ჩინურები, იყოს იაპჩინურებს გულისხმობ ცხადი. აპარატები. მაგრამ დათო ჩხეიძესთან მიმართებაში ეს შეგნებულად მიიტანეს, თუ გაუვიდოდათ, უბრალოდ ვერ გაუვიდათ. მაშინ დათო ჩხეიძეს რა საკვირველია გაამწესებდნენ საპატიმრო იმ დაწესებულებაში, რომელიც აკითხეთ, რომ ადამიანების დათრგუნვისთვის არის ჩამოყალიბებული, შექმნილი არსებული მოცემულ ეტაპზე. დათო ჩხეიძე წერს. და ეს არის ძალიან სწორი სტატუსი. მადლობა კიდევ ერთხელ. ყველა ასეთი ნაბიჯი, მათი განზრახვა, შეცდომა თუ გათვლა, დათოც ამაზე გადაჰკრა სიტყვა. ერთობის და სოლიდარობის ახალ ენერგიას გვძენს. მე ძალიან მახარებს ადამიანები, რომლებიც კი არ წვრილმანდებიან, მახარებს ადამიანების პოზიცია და ეს ადამიანებიც წვრილმანდებიან და ეს დეტალებში კი არ ყვებიან, რომ აი 4 საათს და 18 წუთზე რაღაცა მოხდა, ან 19 საათს და 19 წუთზე ის მოხდა და მე იმან ჩაისუნთქა და მე ამან ამოისუნთქა. ეს პატარა უმასშტაბო ადამიანების და თუ მასშტაბური კაცი ჩანს კი არა არის. ახალ ენერგიას გვძენს, ის განეშორა პროცესს. მან ამ თავისი кейსიდან გადაიტანა ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე და ეს სწორია. ერთი მიზნით, არა მათ დასამარცხებლად, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აბზაცი, რაც მე წამიკითხავს, ბოლო ყველა ხო წერთ, მეც წერ, ხები წერენ და ასე შემდეგ. ყველანი ხო კმაყოფილები ვართ ერთმანეთის ნაწერებით. და საკუთარი ნაწერებითაც. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აბზაცი, რაც წამიკითხავს. გულახდილად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სულ გრძელობის მასშტაბი უნდა დაგანახოთ ამასთან. ერთი მიზნით, არა მათ დასამარცხებლად, მე მაგეთ ამას ვერ ვწერ. მე მაგალითად სულ ვამბობ, რომ ბიზინა დასამარცხებელია. დათო ეყო შულგონიერებას, სულგრძელობას, თვალსაწიერიც და ამბობს. არა მათ დასამარცხებლად, არამედ საერთო სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, რითაც თავადაც იხეირნებენ. ანუ აქ ალბათ მაინც არ იგულისხმება, ვერ ვიტყვი ვინ იგულისხმება. აი ესე შემოიფარგლები. ადამიანები, რომლებიც მდინარის მეორე ნაპირზე არიან.
მე აგრძელებს და კონკრეტულ საკითხს უბრუნდება, მე გითხარით კიდეც რას დაწერილი აქვს, დილით სკოლაში მოვედი, ბავშვებსაც უნერვიულიათ. თითოეული ასეთი გულშემატკივარი წერილი მოკითხვა ძალიან ძვირფასია. ყველას ვერ ვუპასუხებ, მაგრამ ყველა მომდის და აძლიერებს საზოგადოებას. პერფექტ. დღეს მე ვარ ადამიანებს არ შესწევთ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი თავის რიგითად წარმოდგენა. ყველას გონია 80-იან წლებში 91 წელს სვიეს დინამო მოიგო დასების დასი ფეხბურთში რა შუაშია ხო მე თქვით მართალი ბრძანება რა შუაშია მაგრამ ყველას ეგონა მანამდე 80 წელს მაგალითად 79-ში 80-ში ყველას ეგონა ან 82-ში აი მარტო 91 წლის მაისში არ ეგონათ დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეგონათ რომ ნუ და ახალკაცი იყო ცუდი მწვრთნელი ან ნუ და ახალკაცი თუ ცუდი არ იყო ბაის და ბაიც აი იმ ტაქტიკით უნდა ეთამაშა რატო რაღაც გააგდო გუნდიდან ერთი ფეხბურთელი არ დავასახელებ რატო არ დააყენა რაღაც მარცხენა მხარეს რაღაც ის ფეხბურთელი რატო ბაის და ბაიც კაკილაშვილი მეორე ტაიმში და სვანაძე პირველ ტაიმში მაგალითად ხო კალცაისთან თამაში მოკლედ ყველა ჭკუას ასწავლიდა ავნო და ახალკაც ტვინი ქონდა უკვე გაღუნული და დიდი მწვრთნელი იყო ჩვენ მასშტაბებში კი არა რეალურად დიდი მწვრთნელი იყო და ახალკაცი ვესტჰემთან მატჩი ნახეთ გასვლაზე რასაკვირველია რო აქტივეთ ნოლი წავაკეთ იქ 4-1 მოვიგეთ ტაქტიკური სქემა ნახეთ პრაქტიკულად 21 საუკუნის ფეხბურთს თამაშობს იმდროინდელი დინამო განსაკუთრებით სწორედაც რომ ვესტჰემთან გაგიგვირდებათ და ხო მაგრამ აი თავმდაბლობა გვაკლია ატო თქვი ეს ყველაფერი თავმდაბლობა ჩვენ გვაკლია დათოს ეს თავმდაბლობა აქ მოჭარბებულად ასე ვიტყვი დღეს მე ვარ სხვა იქნება ჩვენი ადამიანობის და თანაგზნობის გამოხატვის მიზეზი მოკლედ კონკრეტულად საქმიანად ემოციურად სწორად ადამიანურად და ასე შემდეგ და აი აქ არის კიდევ ერთი წინადადება დავასრულოთ ამით ბრძოლა გრძელდება დღე მე უკვე აანონსებს დღეს 5 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა გავაძლიეროთ ტატოა გამოსაყვანი ეს მე მგონი მეგობარზე ლაპარაკობს რომელზეც აბრალებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება და დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები ანუ მილიცია წოდებული პოლიცია კი არა ხო პოლიცია წოდებული მილიციად გარდაქმნილი პოლიცია რომელიც გასტაცის და რომელსაც აბრალებენ რომ შენო შეიგინეო აგინე პოლიციელებს რომელიც გუშინ გამტაცეს ბოდიში მიდიახ სწორედაც რომ მას გულისხმობს სიოდა და ფეხი დამე ნანა წასასვლელად სუსტად იმ დროს გადაგვიყვანეს ნინოს ქართლში მოყვანილ დოლის პურს რომ შუქრი და როგორც ჩანს ტატო შუქრი და ნინოს და როგორც ჩანს ნინო არის მისი მეუღლე და მასაც პატივისცემა ჩემი და საკუთარი ხელით დაწრული ღვინის ბოთლს მოვანება ამასაც ჩუქნიდა მაღაზიებში ალბათ არ იქნება მაგრამ აი დავიმახსოვრო ეს და აი მოვანება უნდა შევსვა აგიმარჯოთ მოვანები ღვინით მოვანება კარგო ადამიანებო ყველას მოგმართავთ და არა მხოლოდ დათოს ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ ყველანი მივიყვანთ ბრავლობითში ასე ვერ უნდა გვექცეოდეს ვერავინ და ვერც მოგვექცევა სხვა პატიმრები არიან გასანთავისუფლებლები საქართველოს პატივი და სახელი აღსადგენი მშვიდად ბოლომდე მტკიცე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სპუსტიც უნდა გაგაცნოთ უკაცრავად სალომე ზურაბიშვილი ხო ზოურაბიშვილია ერთ წუთს ასე ეს წერს აი ძალიან რომ გინდოდეს აბსურდის მწვერვალზე 10 საათის წინ ახვიდე დათო ჩხეიძეს უნდა დააბრალო ნარკოტიკის მოხმარება ამით გინდათ საზოგადოებას დააჯეროთ რომ ყველას ვინც გინდათ იმას დააბრალებთ რასაც გინდათ იმას დააბრალებთ რაც არ უნდა წესიერი იყოს ადამიანი და ასე უნდათ მართლაც რასაც გინდათ დაგაბრალებენ რა ვიცი ღმერთმა უწყის რას ოღონდ მოინდომეთ და გადაწყვიეთ ესაა ტოტალიტარული ნიშის დანერგვის ტექნოლოგია აბსოლუტურად ვეთანხმები მეხუთე პრეზიდენტს მაგრამ თქვენზე ბევრად ძლიერია ბევრად ძლიერი და კიდევ უფრო შეუპოვარი დათო მე მას ასე იცნობ საზოგადოებას მისი წესიერებით საზოგადოება მის წესიერებით და უზომო ქვეყნის სიყვარულით თქვენი უნიჭო ხერხებით მას ვერ მოერებით რა ვერც საქართველოს დათო და ასე შემდეგ მაგრამ მე გამექცა ის პოსტი სადაც ქალბატონი სალომე ან აღარ არის შეიძლება გადაკეთდა არ ვიცი ვერ გეტყვით სადაც ქალბატონი სალომე დათოსაც მათ შორის დათოს იმ პოსტში უწოდებდა ამირა შემაშალოს ქვეყნის თუ ერის სინდის და ესეთი სინდისიერი კი არა მხოლოდ სინდისიერი კი არა
ერის სინდისი, ქვეყნის სინდისი ადამიანები, საბედნიერება, რომ ჩვენ გვყავს. 30-იან წლებში, აი რომ მივტირით და კი არა რომ ვლაპარაკობთ 30 გასული საუკუნის 30-იან წლებში. რეპრესიები რო იყო 37, 38, 36 და ასე შემდეგ და იმ ისტორიის, იმ რეპრესიების ბევრი ფრჩხილი გახსნილი არც არის, ბევრი ამბის ფრჩხილი არც არის გახსნილი. მათ შორის როგორ იქცეოდნენ ინდივიდები. ჩვენ არ გვყავდა ამას ეს ჩემი აზრია სუბიექტური, მაგრამ არ გვყავდა ამდენი სინდისიერი ადამიანი. აი გაგიკვირდებათ და ხო ძალიან მაგრები გვყავდა. მაგრამ იმ ძალიან მაგრებზე, ან მაგრებად წოდებულებზე ბევრი ფრჩხილი მიზესთა და მიზესთა გამო, ხა ბევრი იტყვის რომ ეს კარგია, ბევრი იტყვის რომ ეს ცუდია, ვერ გეტყვით. არ გულისხმობ მარტო საბჭოთა უსაფრთხოებულ სამსახურებთან თანამშრომლობას, მარტოობას არ გულისხმობ. მათ ასევე მორალურ ეთიკურ სახესაც გულისხმობ. ბევრი ფრჩხილი არ იყო გახსნილი. როგორ იქცეოდნენ ადამიანები, არ იყო კი არ არის გახსნილი. როგორ იქცეოდნენ ადამიანები კრიტიკულ ვითარებაში, არა ორდინალურ ვითარებაში, მათ შორის ძალიან ცნობილი, უკიდურესად ცნობილი ადამიანები. მე ვერ ვიტყვი იმასთან დაკავშირებით ვერაფერს ეს ფრჩხილები უნდა გაიხსნას თუ არა, ანუ ნამდვილი ისტორია უნდა დაიდოს თუ არა. მე ვიცი რომ ჩვენს თვალწინ იქნება ისტორია. ამ დღეებს ძეგლი უნდა ავუგოთ, როცა ვამბობთ, ხო, ამ დღეებს ძეგლი უნდა ავუგოთ. იმიტომ რომ აქ გაუტეხელი თუ გაუტეხავი, ესე ხო სწორი, გაუტეხავი ადამიანი, გაუტეხელი. როგორ შეგეშლება კაც. მოკლედ, ის ადამიანები ბევრნი არიან, ვინც არ გატეხილა. და სალომე ზურაბიშვილი რომ სინდის უწოდებს ქვეყნისა, თუ საზოგადოებისა თუ ერისა, და თო ჩხეიძეს გაუტეხე. ოდიში? ხო, აბსოლუტურად მართალი ბრძანება ეს გაუტონი პრეზიდენტისა, ხო, აქ მანაც არ მითხრა. Google-მა ოდიში ერთოს, აბა ერთოს ასე დავსერჩო. როგორც ხვდები გაუტეხელი, მაგრამ მაინც. ხო, კერქით ამ მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ შევწდი მაბადე. ნახვამდის. კახაკს მიმართავ გაბუნია ჩემს მეგობარს. ხო, თუ ნახავ ამ ვიდეო ბლოგს, მომწერე გაუტეხავია თუ გაუტეხელი და ასევე სხვებსაც მიმართავ. და იბნევა ხოლმე კაცი, ხანდახანზე ხშირად. ნახვამდის.